დღეს გაჩვენებ ჩინეთში როგორი არის ჩემი ერთი დღე როგორც ქართველი სტუდენტის. შუა დღის სადილობისას ჯერ უნივერსიტეტის შიგნით გახსნილ პატარა კაფეტერიებს ჩამოვუარე, სადაც დიდად არ მომეწონა, თუმცა შეგახსენებთ, რომ ეს ძალიან გემრიელი საკვები არის ჩინელებისთვის, შებოლილი ხორცი, შემწვარი, ასევე სხვადასხვა მწნილეულობა, აქ სტუდენტები რიგში დგანან. გადავწყვიტე, რომ გარეთ მესადილა. პირველ რიგში ავარჩიე ველოსიპედი, ასე უნდა დავასკანერო და ავიღო ველოსიპედი, ანუ ვიქირაო რამდენიმე საათი. ჩინეთში ქეში ძალიან იშვიათია, ანუ ძალიან ცოტა ადამიანს აქვს ძალიან იშვიათია, რომ ქეში გამოიყენონ. ყველაფერი ხდება WeChat Pay ან Alipay-ს დახმარებით, ეს ორივე ჩინური აპლიკაციებია, სადაც ბანკის ბარათი არის მიმული და თანხა პირდაპირ ამ აპლიკაციებიდან ჩამოიჭრება. ავიღე ველოსიპედი, მოკლედ ვიქირავე და დავიწყე კამპუსიდან გასვლა. ეს არის დასავლეთი კარისკენ მივდივარ, იქ არის ერთი ძალიან კარგი რესტორანი, სადაც გემრიელ და სუფთად გაკეთებულ საჭმელები აქვს და თან ძალიან კარგი გემოზე არ არის ძალიან მწარე. ეს არის კურიერები, რომლებიც უკვე ფოსტას ტვირთავენ, რომ განაწესონ სხვადასხვა საფოსტო ჯიხურებში. ეს თლიანი უნივერსიტეტის ტერიტორია არის. ჩემი უნივერსიტეტის ბაღები ძალიან ლამაზი არის. რადგან სადილობის დროა ყველა გარეთ არის გამოსული, იმიტომ რომ შუა დღის შესვენება არის 12-დან 2 საათამდე. ველოსიპედი ისე დავხურე, ანუ დავასრულე ჩემი მარშრუტი და უნდა დავხურო, რომ თანხა ზედმეტად არ ჩამომაჭრას და მე ჯარიმა არ დამიწეროს, რომ დაგავიწყდა. ამიტომ იგივე აპლიკაციით დავხურე. ეს კი არის პეკინურად შემწვარი იხვი, მწნილეული, სხვადასხვა შებოლილი და სუნელებში შემწვარი ხორცი. ხალხი ძალიან ბევრია ამ დროს გარეთ გამოსული, იმიტომ რომ 12-დან 2 საათამდე არის შესვენება და ამ დროში უნდა შეისვენონ. აქ კი რატომღაც გვიან შევამჩნიე, რომ ესალმებოდნენ. ეს არის ჩინური ტკბილეული, ხილისგან გაკეთებული, სხვადასხვა გემოებით და ავარჩიოთ შეკვეთის დროს. გარეთაც არის სკამები და პატარა მაგიდები, სადაც დასხდებიან და მიირთმევენ. აქ მოტოებს, რასაც ხედავთ, ანუ ყველა არის დენზე, არც ერთი არ არის გამონაბოლქვზე. არის ბურგერები, ოღონდ ჩინურ სტილში და ასევე ტკბილეულიც და ქართულთან შედარებით არის ნაკლებად ტკბილი, ისეთი სიტკბო არ აქვს ნამცხრებს და ტკბილეულს, როგორც საქართველოში მივირთმევთ ხოლმე. აქაც დისტრიბუციის მანქანაა გაჩერებული და მოკლედ ყველა მიიჩქარის, რომ ამ შესვენების დროს ისადილონ. სხვა დროს აქ ძალიან იშვიათად მოძრაობს ხალხი, ძალიან ცოტა მოძრაობენ, თუმცა ძალიან ცოტანი, უმეტესად ასაკიანი ბებუები და ბაბუები, რომლებიც სასეირნოდ გამოდიან ხოლმე. მაღაზიები და პატარა რესტორნები სავსე არის, როგორც ხედავთ, ხალხით, იმიტომ რომ ყველა რაღაცას უკვეთავს, ყველა გამოსულია. მეც როგორც იქნა გავიარე ეს გრძელი გზა და მივედი იქ ჩემს საყვარელ პატარა რესტორანს. ჩემი აზრით უფრო სასადილოს გავს, იმიტომ რომ რესტორანი უფრო მეტად მდიდრული წარმომიდგენია, თუმცა მოკლედ როგორც არის, შიგნით ძალიან ბევრი ხალხი არის და მე არ მინდოდა ვინმესთან ერთად დაჯდომა, ამიტომ გადავწყვიტე, რომ გარეთ დამჯდარიყავი. ეს QR კოდი ვასკანერებთ. შემდეგ უკვე გაიხსნება კონკრეტულად რესტორნის მენიუ. ამ მენიუში ავარჩევთ სასურველ კერძს, ასევე არის დანამატი სხვადასხვა რაღაცის, მაგალითად დავამატოთ მეტი ხორცი, ან მეტი შემწვარი კვერცხი, ან რაღაც ასეთი დეტალები, რაც კონკრეტულ კერძში არის. შემდეგ გადავიხდით, გადახდა ხდება WeChat-ით ან Alipay-ით. შემდეგ კერძი მოდის მაქსიმუმ 10 წუთში. პორციები ძალიან დიდია და უგემრიელესი. 17 იუანი სადღაც 8 ლარი გამოდის. დავჯექი გარეთ და რადგან ცხელდა ჩემი ვენტილატორი თან მაქვს, გზაზე თან დადიან მანქანები და მოტოები, გამონაბოლქვი არ არის, რადგან უმეტესი არის დენს.
უმეტეს რესტორანში და სასადილოში არის ესეთი წესი ჩინეთში, რომ უფასო ჩაი არის ან ძვლების ნახარში სუფი ან რაიმე წვნიანი. ეს წვნიანი ძალიან მიყვარს, იქვე არის დაჭრილი მწვანილის და შეგიძლიათ მოათავსოთ, ხოლო ეს დიდი კერძი კიდევ სულ ჩემთვის არის. ჩინეთში ძალიან უყვართ დიდი პორციები. ბევრი ფიქრობს, რომ ცხენის, ვირის ან ძაღლის ხორცს მიირთმევენ ჩინელები, თუმცა ასე არ არის. ამ კონკრეტულ სასადილოში კი აკრძალული არის ზედმეტი სხვა ხორცის მიღება, როგორც არის ძაღლი, ხვიკი, ბაყაყი და ასე შემდეგ. ეს კონკრეტული კერძი კი შედგება ჩვეულებრივი მაკარონისგან, ეგრეთ წოდებული ნუდლსისგან, ანტრია, რომელიც გვინდა დავარქვათ, რომელიც კეთდება ხელით, თვითონვე ამ სასადილოში აკეთებენ ხელით, ცომს ზელავენ, სათანადო საკმაზებს, ზეთით და ასე შემდეგ, როგორც სცადდება მოკლედ და იქვე ხარშავენ. ამ კერძში არის ბოსტნეული და ძალიან თხლად დაჭრილი ძროხის ხორცი. ჩინელებს ძალიან უყვართ თხლად დაჭრილი ხორცი, ზოგადად არ აქვს მნიშვნელობა, თხლად დაჭრილი ხორცი, ხოლო ეს სუფი კი ძალიან გემრიელი, ამ კერძს ძალიან უხდება. შემდეგ გავედი მაღაზიაში, ეს არის წყლის ფასები, რომელიც დაახლოებით 40-50 თეთრი არის. აქ არის რძის ნაწარმით, ასევე სხვადასხვა ტკბილეული, რომელიც დაახლოებით ქართულ ფულზე არის ლარი ნახევარი, 2 ლარი, ასე იწყება. ასევე წონის ტკბილეული არის, ესეც გაზიანი სასმელები, როგორც არის სპრაიტი, ფანტა, პეპსი, კოკა-კოლა, ამათი ფასი დაახლოებით არის 60-70 თეთრი. ამ კონკრეტულ მაღაზიაში კიდევ ამის გარდა ბევრი ფასდაკლებაც არის. შემდეგ წამოვედი ისევ ჩემი უნივერსიტეტისგან, ეს პატარა ადგილი არის სკოლის შესასვლელი, რადგან ჩემი უნივერსიტეტს აქვს ასევე მისი სახელობის სკოლა და ბაღი. ეს კი საღამოს ბებუები ასე ცეკვავენ ხოლმე მუსიკაზე და გამამხნევებელ ვარჯიშებს ატარებენ. უმეტესად ქალბატონები გვხვდებიან. შემდეგ ჩემი პოსტა ჩამოვიდა, რაღაცები გამოვიწერე და ეს არის აპლიკაცია, სადაც ჩანს რა ნომერი არის ჩემი ნივთები და ამ ნომრის მიხედვით თაროებზე არის დალაგები. ყველა ნივთი, როდესაც უკვე ვიპოვე, ერთად შევაგროვე და არის ერთი სკანერის აპარატი. ამ აპლიკაციაშივე გადავდივარ სკანერის ველზე, სადაც მაძლევს QR კოდს, მაგრამ ეს არის დროებითი, ყველა ჯერზე იცვლება ეს QR კოდი. თვითონ ნივთს, რომელსაც აქვს ნომერი, აი ამ ნომერს დაანათებს ეს სკანერის აპარატი. შემდეგ მობილურში გახსნილ ჩემს სახელზე დარეგისტრირებულ აპლიკაციაში შევდივარ, სადაც ასევე ჩემი კონკრეტული QR კოდი მაქვს. ამ ორივე ნივთს დავდებ და აპარატი აღიქვავს, რომ ეს ნამდვილად მე ვარ. თუ მოგწონთ ჩემი ჩინური ამბები, გამომიწერეთ, უფრო მეც გაგიზიარებთ. დროებით!